ეს მე მგონი ყველაზე საინტერესო ნაწილია, იმიტომ რომ არქეტიპების თანავარსკვლავედები უნდა გავახმოვანოთ. 1952 წელს იუნგმა მიიღო წერილი ემასგან 42 წლის ქალისგან, რომელიც ცოტა ხნის წინ სრულიად გამოჯამრთელდა დეპრესიისგან. იგი წერდა, სამწლიანი ემოციური სტაბილურობის შემდეგ უეცრად დავიწყე უკიდურესად პრობლემატური ადამიანების მოზიდვა. 6 თვეში 3 დამანგრეველი ურთიერთობა, 2 საკუთარ თავში უზომოდ შეყვარებული უფროსი, სამსახურში ალბათ, და მეგობარი, რომელმაც კინაღამ გამანადგურა. თითქოს უჩინარ სიგნალს ვაგზავნი, მოდით გამომიყენეთ. იუნგი ამ წერილს თვეობით ინახავდა. თანაც ამ ქალს უკვე ათვისებული ჰქონდა ეს გაცნობიერებული ტრანსმუტაციის ტექნიკები. ანუ მას უკვე შეეძლო სხვა ადამიანების ემოციების ისე დამუშავება, რომ თავად არ გამოფიტულიყო. მას რატომღა იზიდავდა ურთიერთობების ასეთ დესტრუქციულ მოდელებს. ეხლა წყაროდან საიდანაც მე ვკითხულობ ამას დავწერ. ასეთი ფრაზაა ჩაწერილი, რომ ემპათი არ იზიდავს ადამიანებს შემთხვევით. მარტო ემპათი კი არა, ყველა ასე ვართ. არ შეიძლება ეს მარტო ემპათზე ვთქვათ, ყველა ასე ვართ. იმიტომ რომ ყველას ფსიქოლოგიური სტრუქტურა ასე მუშაობს, როგორც გადამცემი. ვახში, რა თქმა უნდა, ვასხივებთ გარკვეულ სიხშირეებს კოლექტიურ ველში. ეს უკვე არავისთვის საიდუმლო არ არის დღეს. და ეს სიხშირეები აქტივებენ მერე უკვე გარკვეული არქეტიპების ავტომატურ რეაქციებს სხვა ადამიანების არაცნობიერში. იუნგმა გამოყო 7 ასეთი არქეტიპი, რომლებიც იზიდავს ემპათს. მაგრამ ამ 7-დან გამოყო 2 კატეგორია. 3 რეგრესული არქეტიპი და 4 ევოლუციური არქეტიპი. ესე იგი, რეგრესული არქეტიპი, რომლებიც მაგნიტივით იზიდავენ ემპათებს და რომლებიც წრეტენ, ფიტავენ მას ენერგიისგან. და ეს 4 ევოლუციური არქეტიპი პირიქით კვებავს და ანვითარებს ემპათის უნარებს. არაცნობიერი ემპათი თუ ხარ 87%-ო მიეზიდები რეგრესულ არქეტიპს. თუ ცნობიერი ემპათი ხარ, მაგრამ ბოლომდე არ აქვს ინტეგრირებული საკუთარი ტრავმები, მაშინ 62%. და ისეთი ემპათები, რომლებსაც იუნგი უწოდებდა სუვერენებს, სუვერენული ემპათი, რომელმაც უკვე დაასრულა ემპათიური ინდივიდუაციის პროცესი, სადღაც 17 იყო რეგრესულ არქეტიპთან მიზიდვის საშიშროება, შესაძლებლობა. ისიც სამ კვირაზე მეთხანს ესეთი ურთიერთობა არ გრძელდებოდა. ეხლა თავად არქეტიპები, პირველი რეგრესული არქეტიპი, რომელსაც ეწოდება მუდმივად დაჭრილი ბავშვი. ის, ვინც აქ გაიჭედა ქრონოლოგიურად, ის ზრდასრულები, რომლებიც აქ გაიჭედნენ, ხო? ფსიქოლოგიურად გაჭედილი განვითარების ამ სტადიაზე, სადაც მიიღეს ყველაზე ღრმა ტრავმები. ამ არქეტიპს შეუძლია ძალიან დიდი სიზუსტით პირდაპირ გამოავლინოს ემპათი. 94%-მდეო ემპათიის გაცნობიერების გარეშეც. აქ ნევროლოგიური ახსნა ძალიან ის არის საკვირველი. იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც დაციკლულები არიან მარადიული ბავშვის არქეტიპზე, ინვითარებენ ემოციური რადარის განსაკუთრებულ სახეობას, რომელიც ეძებს ისეთ ნერვულ სისტემებს, რომლებსაც შეუძლიათ იმ ემოციური რეგულაციის უზრუნველყოფა, რაც ბავშვობაში არ გააჩნდათ. ანუ არაცნობიერად ცდიან ემპათებს. ეს პირველი არქეტიპი. არაცნობიერად იყენებენ მათ ქცევას, ემპათების ქცევას, რომლებიც აღადგენენ მათ ჭრილობებს. მუდმივად დაჭრილი ბავშვის არქეტიპის ჭრილობებს. თითქოს ამოწმებენ, გამოიჩენს თუ არა ემპათი მოთმინებას, უპირობო მიღებას, იმას, რისი მიღებაც ვერ შეძლეს დიდებისგან ბავშვობაში. იუნგმა ასეთი კანონზომიერება დაადგინა, რომ ეს ადამიანები თავიდან ახდენენ
ემპათიის იდეალიზაციას თვლიან მას მხსნელად, იდეალურ მშობლად, მაგრამ როცა ემპათი გარდაუვლად ავლენს ადამიანური შესაძლებლობების საზღვრებს, მაშინ ეს ადამიანები თავს ესხმიან ემპათს უზომო სიბრაზით, აღადგენენ ზუსტად იმავე დინამიკას, უარყოფის დინამიკას, მიტუვებულობის დინამიკას, რაც მათ პირვანდელ ტრავმებს განსაზღვრავდა. ეხლა მეორე რეგრესული არქეტიპი, კიდევ უფრო სახიფათო, ჩრდილის პროექტორი, ასე ქვია. აი ამ ადამიანებს გამომუშავებული აქვთ განსაკუთრებული ფსიქოლოგიური სტრატეგია მათივე პიროვნების იმ ასპექტებთან სამუშაოდ, რომლებსაც ისინი მიუღებლად მიიჩნევენ. ანუ ისინი ამ თვისების პროექცირებას აკეთებენ სხვაზე და შემდეგ უტევენ ამ პროექციებს. ოღონდ სხვაში, ემპათში. ემპათი ხომ იდეალური სამიზნეა. მათი გრძნობელობა ხომ საშუალებას იძლევა ამ ადამიანებს ნამდვილად აგრძნობინოს და გადაიტანოს მასზე პროექცირებული ემოციები. იუნგს დაფიქსირებული აქვს შემთხვევები, როცა ჩრდილების პროექტორს შეეძლო გამოეწვია ემპათში დანაშაულის გრძნობა მრისხანებისთვის და ბრაზისთვის, რომელსაც ისინი არ განიცდიდნენ, პასუხისმგებლობა განიცადა იმ ნაღველისთვის, რომელსაც ისინი არ იწვევდნენ, ან იმ შფოთვისთვის და შიშებისთვის, რომლებიც მათ არ ჰქონდათ სინამდვილეში. ეს მექანიზმი მუშაობს დანაშაულის გრძნობის და ემოციური მანიპულაციის ნატიფი გამწვავების გზით. ემპათის ერთი შესანიშნავი თვისების ექსპლუატაციის გზით. რომელია ეს თვისება? ის რომ ემპათი მიდრეკილია სხვების ემოციური კეთილდღეობა საკუთარ თავზე აიღოს. მესამე ტიპი რეგრესული არქეტიპისა. ამ ორზე კიდევ უფრო დამანგრეველია და ეს არის უკვე გაცნობიერებული ენერგეტიკული ვამპირი. იმიტომ რომ იმ დაჭრილი ბავშვისგან და ჩრდილების პროექტორისგან განსხვავებით, რომლებიც მოქმედებენ უფრო არაცნობიერი პატერნების საშუალებით. აი ამ გაცნობიერებულ ენერგეტიკულ ვამპირს ცნობიერი სტრატეგია აქვს გამომუშავებული, როგორ წაიღოს სასიცოცხლო ენერგია ემპათისგან. ენერგეტიკული ვამპირები ხშირად ემპათები იყვნენ, რომლებმაც გადაიტანეს მძიმე ტრავმა და მასზე პასუხად გათიშეს საკუთარი ბუნებრივი გრძნობის უნარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. და მერე იქცნენ უკვე აი გაცნობიერებულ ენერგეტიკულ ვამპირებად. საკუთარი ემოციების გადამუშავების ნაცვლად მათ ისწავლეს გადარჩენა სხვების ემოციური პოტენციალით გამოკვების ხარჯზე. და შეიმუშავეს ემპათების გამოვლენის, ცდუნების და გამოფიტვის ძალიან რთული ტექნიკები. იუნგის მიერ შეკრებილი სტატისტიკა ამ მხრივ იყო საკმაოდ შემაშფოთებელი. რომ ემპათებში, რომლებიც მუდმივად იზიდავდნენ ამ სამ რეგრესულ არქეტიპს, დეპრესია 73%-ით მეტი იყო ვიდრე საშუალოდ პოპულაციაში. საერთო შფოთიანობა 81%-ით მეტი, ხოლო ქრონიკული გამოფიტვა 92%-ით მეტი. ამათგან 46%-ს განუვითარდა ემპათიური ამნეზია, როცა ვეღარ არჩევდა ადამიანის საკუთარ ემოციებს სხვების ემოციებისგან. საიმედო ამბავი ის იყო, რომ ემპათებმა, რომლებმაც შეძლეს აი ამ არქეტიპული პატერნების გარჩევა პარტნიორებში, ხო? ასევე შეძლეს საკუთარი ლტოლვების გარდაქმნაც. აი ეს ქალი, ვინც იუნგს მისწერა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლინიკური შემთხვევა იყო, რატომ? აი იმ განსაკუთრებული ტექნიკების, ამ მაგნიტური რეკონფიგურაციის ტექნიკების გამო, რომელიც იუნგმა შეიმუშავა. ანუ ამ ქალმა ისწავლა ამოეცნო არაცნობიერი სიგნალები, რომლებსაც თავად გადმოსცემდა და რომლებიც იზიდავდნენ რეგრესულ არქეტიპებს. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, მან ისწავლა სხვადასხვა სიხშირეების ცნობიერად გამოსხივება, რომლებიც ევოლუციური არქეტიპების გააქტიურებას იწვევდნენ.
და აი ეს 4 ევოლუციური არქეტიპი, რომლებიც სრულიად სხვა და სხვა პრინციპით მოქმედებენ, მაგრამ ევოლუციურია 4-ვე. პირველი, ეს არის ცნობიერი მაძიებელი. ანუ ადამიანი, რომელიც დაკავებულია საკუთარი ფსიქოლოგიური ზრდით და რომელიც ემპათს აღიქვამს როგორც საკუთარი განვითარების სარკეს. ესე იგი, ეს ადამიანები იმისთვის კი არ არიან, რომ ენერგიები წაგართვან და დაგწრიტონ, დაგშრიტონ. არამედ იმიტომ, რომ მოახდინონ რეზონირება შენ სამკურნალო სიხშირეებთან, რომლებიც აჩქარებენ მათ საკუთარი ინდივიდუაციის პროცესსაც. აი ეს არის ცნობიერი მაძიებელი და ისინი ემპათებთან ქმნიან ურთიერთსარგებლიან ურთიერთობას, იმიტომ რომ ორივე მხარე გრძნობს ენერგიის მოზღვავებას, როცა ხვდებიან ერთმანეთს, იმიტომ რომ აი იმაში, რაშიც მონაწილეობენ, სასიცოცხლო ენერგიის, აი ცნობიერი ურთიერთგაცვლა ხდება. და შეუძლიათ საათობით ისაუბრონ, ისე რომ არც კი დაიღალონ. მეორე ევოლუციური არქეტიპი. ეს არის დაჭრილების ინტეგრირებული კურნალი. ესენი არიან პრინციპში ემპათები, რომლებმაც უკვე დაასრულეს საკუთარი ტრანსმუტაციის ალქიმიური პროცესები და ახლა ასრულებენ პარტნიორების როლს უკვე განვითარებადი ემპათებისთვის. აი ეს როცა ორი ინტეგრირებული მკურნალი ერთდება და ხვდება ერთმანეთს, ну რა თქმა უნდა ისინი ქმნიან გაძლიერებულ რეზონანსულ ველს, რომელიც მარტო მათზე კი არა, მათ გარშემო ყველაზე დადებითად მოქმედებს. მესამე ევოლუციური არქეტიპი გახდა მოულოდნელი აღმოჩენა და ეს არის ცნობიერი მეომარი. ანუ ადამიანი, რომელმაც განავითარა შინაგანი ძალა, გაიარა სერიოზული გამოცდები, მაგრამ არ დაუკარგავს თანაგრძნობის უნარი. ისინი ემპათს რას თავაზობენ? იმას, რაც ასე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ემპათისთვის, ანუ ენერგეტიკული დაცულობა და ჯანმრთელი საზღვრების აშენება. ემპათები, რომლებმაც შემოიზიდეს ცნობიერი მეომრები, ხო ხშირად ახსენებდნენ უსაფრთხოების გრძნობას, რომელიც ადრე არ გამოუცდიათ. ეს ადამიანები ასრულებდნენ ენერგეტიკული ფარის როლს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ადამიანები ქმნიან უსაფრთხო სივრცეებს, სადაც ემპათს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია ისე, რომ არ ეშინოდეს არც გამოფიტვის, არც თავდასხმის. ეხლა მეოთხე ევოლუციური არქეტიპი ყველაზე იშვიათი და ყველაზე მძლავრია და ეს არის არქეტიპული კატალიზატორი. ანუ იუნგმა აღმოაჩინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა თანდასწრება აქტიურებს ემპათების ფარულ პოტენციალს. არა პირდაპირ სწავლებით ან ხელმძღვანელობით, არამედ თანდასწრების ხარისხით, თანდასწრებით, რომელიც ემპათს შთააგონებს, რომ მისცდეს საკუთარი შესაძლებლობების კიდევ უფრო ღრმა დონეებს. აი უბრალოდ რომ არის ყოფნით, თანდასწრებით. 5 წლის განმავლობაში იუნგმა ჩაწერა 16 შემთხვევა, როცა ემპათმა მოიზიდა არქეტიპული კატალიზატორი. არც ისე ბევრია ისე რომ დაფიქსდეს კაცი, მაგრამ ამ ყველა შემთხვევაში ემპათი განიცდიდა უდიდეს ნახტომს პიროვნულ განვითარებაში. ანუ მათი ემპათიური უნარები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. თვითდაჯერებულობა გაიზარდა და მათ დაიწყეს მხოლოდ და მხოლოდ ევოლუციური არქეტიპების შემოზიდვა. მიზიდვა.